აი ეს პირადი სივრცის ატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გამოცდილება სკოლაში შემოიტანონ ცოტათი მაინც ხო ბავშვმა, ანუ ძალიან ადრინდელი გამოცდილება, მახსოვს, ფანქრებს ვთვლიდით ბავშვების ხატავდნენ და მე უბრალოდ ავიღე ერთი სათლელი, ალბათ ერთ-ერთი ბავშვის და როდესაც გადავაადგილდებოდი მერხებს შორის ყველა ბავშვს გაულამაზე ფანქარი და მახსოვს მეორე დღეს ამ ბავშვმა სათლელი არ მოიტანა. დიახ და მე უკვე მალევე დავფიქრდი რა ხდება როგორ არის. მივხვდი რომ ეს არ იყო ბავშვის პრობლემა. ეს იყო რაღაცა მისი ბუნებრივი, შეიძლება ასაკობრივი და მე აღმოვაჩინა რომ 6-7 წლის ბავშვებისთვის არ არის იოლი საკუთარი ნივთები ათხოვოს, გააზიაროს, ამისთვის ჯერ ბიოლოგიურად ესეთი მზაობა არ აქვს. იგივე როდესაც მათ ვამუშავებ დასაწყისში ჩვენ ვცდილობთ რომ წყვილებში ვასწავლოთ მუშაობა, ხო? აი ჯგუფი ცოტა მერე შემოდის, ხო, თქვა შეიძლება მეორე კლასიდან უფრო აქტუალური იყოს ეს თემა. ამიტომ ჩვენც გვმართებს მასწავლებლებს რომ ვაჩვენოთ როგორ ვცემთ პატივს მათ პირად სივრცეს და შემდეგ ეს მოდელი ნელ-ნელა პრაქტიკაში გაძლიერდეს.